დღეს ჯამე ის ნაგავი და გეხმარები ვიდეოში გამოვარგვი ამ ფასტფუდიდან ყველაზე ნაკლებად ნაგავი რომელია. მოკლედ ვიწყებთ McDonald's-ის და ყველაზე ხშირად შეკვეთადი პროდუქტი გამოვიდა Big Mac-ი. წელიწადში იყიდება 900 მილიონი, ანუ დღეში იყიდება 2.4 მილიონი Big Mac-ი. კეთდება, ანუ სიგიჟერის ხვია. ეხლა თქვენს ბარათზე თანხა არ არისო რომ დაწეროს. დამიბლოკავენ. თქვენ არასდროს ყიდულობთ junk food-ს და ვიღაცამ ხო არ დაგართოთ ბარათი. 15 და 95. ფასტ-ფუდი საკუთრ შევადარებთ 7 ძირითადი კრიტერიუმით. კალორიებით, ცილებით, ცხიმებით და მათ შორის ნაჯერი ცხიმებით, ნახშირწყლებით და მათ შორის შაქრებით და მარილებით. ეხლა კითხვას დასვამ და სად არის ეს საღებავები, კონცენტრანტები, ემულგატორები, 1000 ჭირი რომელიც უკეთდება. პასუხი მაგის განხილვას დღეს არ ვაპირებთ. ეს ვიდეო არ იქნება მეტი შიშის მომცემი. იმიტომ რომ რეალურად რას უკეთებენ კაცმა არ იცის, მაგრამ ინგრედიენტები ვიცი. ინგრედიენტებში რაც აკრძალულია და კვლევებით გამოვლინდა რომ ჯანმრთელობისთვის პირდაპირ ნეგატივია, არ კეთდება. შეიძლება კეთდება კაცმა არ იცის, მაგრამ მე მოდის კითხვა, რაც ნებადართულია მათი კომბინაციური ეფექტი ვიცით ადამიანის ჯანმრთელობაზე, პასუხი არა. ამიტომ რისკები და საშიშროებები ყოველთვის არის, მაგრამ ეს ვიდეო არ იქნება იმის განხილვა, რისი კონტროლიც არ შეგვიძლია. ჩავიდეთ ნუტრიციოლოგიის საფუძვლებში და განვიხილოთ ის ნუტრიენტები, რომელიც ვიცით, რომ პირდაპირ რისკებთან ასოცირდება და დავადაროთ ყველა პროდუქტი ერთმანეთს. კაი. აბა. ერთ-ერთი ეს ვიდეო უზმუდავ უნდა გადაგვეღო. მე მეორე წყალი უნდა შემოკვეთა. და მე მესამე რაღაცა ნაზავია, აი სიამოვნების და ცოტა ხანში ვიცი რომ ნამუსი რო შემაწუხებს. გემრიელია. რა თქმა უნდა გემრიელია. მოკლედ აქ მარტო სენდვიჩი, იმიტომ აქ რო დღეს ვეცდები გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი, მაშინაც კი როცა ფასტ-ფუდში მივდივარ. მეგობრებთან ერთად. ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ არა ვიყო ამ ყველაფერთან კარტოფილი ფრი, რომელიც Big Mac-ის მერე ყველაზე ხშირად გაყიდვადი პროდუქტია და შაქრიანი კოლა. თუ ყველაფერი ერთად შევუკვეთე და მენიუ ავიღე Big Mac-ით, დიდი ფრით, დიდი კოლათი შაქრიანი ჯამში მივიღე 1300 კალორია. თუ ეს ყველაფერი დავზოგე, მაგ წინ 500 კალორიამდე. თუ ფრი ავიღე, მაგრამ კოლა ავიღე უშაქრო და ამიტომ ვიზახით და უყვირით, რომ შაქრიანი ალტერნატივა ჩანაცვლო უშაქროთი. დაზოგე 300 კალორია და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, 77 გრამი დამატებული შაქრების, რომელიც მინიმუმ 2ჯერ აჭარბებს ოქროს სტანდარტს. ძალიან აჭარბებს ასევე ზედაზღვარს. 50 გრამ დამატებული შაქრებისას, რომელიც უმრავლესობას დასრული ადამიანისთვის ადეკვატური ოდენობაა მისაღები. ზედაზღვარი 77 გრამი დამატებული შაქრებით დაზოგე და ამასობაში კალორიებში Big Mac-ი აიღე ეს საშუალებას მოგცემ მეგობრებთანაც გაერთო და ამასობაში ისიამოვნო. იმიტომ რომ ხა ამ ვიდეოს ნახავს ორი კატეგორიის ადამიანი მათ შორის. ერთი, ვინც იტყვის რომ კაცო თუ გულავ, მაგულავე რა და მეორე, ვითომ სპეციალისტები, რატო უწევს საერთოდ პროპაგანდას junk food-ს. იმიტომ რომ სადღაც შუაშია სიმართლე. ეს უმრავლესობა ადამიანის ცხოვრების ნაწილია. და ჩვენ უნდა მოუშორდეთ ორივე უკიდურესობას და ვიცავთ გააზრებული არჩევანი გავაკეთოთ. ეს არის ამ ვიდეოს მთავარი აზრი. всё, წავედით. შემდეგი გასწინი გვაქვს ემოციებში ვარ შესული. ხშირად შეკვეთადი პროდუქტი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ იმიტომ რომ მინდა ყველაფერი განვიხილო, აქ ყველაფერი შედის Sanders basket-ში. KFC-ზე ყოველთვის ყველაზე დადებითი წარმოდგენა მქონდა, სანამ ნუტრიენტებს შევღრმავდებოდი დღეს, იმიტომ რომ რეალურად რა შამ. ცილა არა, ქათამია. ცილასთან და ქათამთან ერთად სხვა რაღაცები შემოგეპარება რაციონში. ორწუთში მოგიყვები რა. 17.40 და წყალთან ერთად 20 ლარი. გადავიდეთ ახლა KFC-ზე, პალი საჭირო დანამატია. 3 ლარი კი გადავიხადე, მაგრამ გავრეცხოთ Big Mac-ი. მოდიმათ დავშალო და სათითაოდ განვიხილოთ. აქ გვაქვს წესით ერთი ბარკალი. შეთავს ხო? ორი ფრთა, მაგ ორი სტრიპსი, ბაიცი ერთად 63 გრამი და 6 ცალი მაგ ნაგეტსი. სხვადასხვა ყველაზე მეტად გამიჭირდა ვენდისის კალორიების ნახვა, რომელსაც 2 წუთში განახებთ. გამიადულდა McDonald's-ის ქართულ საიტზე ყველა ნუტრიენტია და ასე თუ ისე გასაგები იყო KFC, მაშინ როცა ქართულ საიტზე კალორიების განხილვა არ მაქვს და არც ნუტრიენტების ოფიციალური ნუტრიენტების შიტი არსებობს და იქ უნდა გადაიყვანო 100 გრამი თითოეულ რამდენი გრამი მოკლედ თავის ტკივილი და ქულა McDonald's, იმიტომ რომ მომხმარებელისთვის ადეკვატურ დონეზე აქვს მოწოდებული კალორიები, ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი და მარილების შემცველობა. ეს ბასკეტი, რომელიც ითვლება ერთი ადამიანის პორციად, ყველა ფეროჯამო მივიღებ დაახლოებით 790 კალორიას. McDonald's-ზე მეტია, მაგრამ ეხლა აქ მინდა შემოვიტანო დანაყრების ინდექსი. ყველა პროდუქტს შემიძლია მივსვით თავის დანაყრების ინდექსი, ანუ რამდენი ხანი მამყოფებს სავსედ ჭამის მერე. McDonald's-ში ეს დანაყრების ინდექსი ძალიან პატარაა. ცილა, ცხიმი, ბოჭკოს შემცველობა განაპირობებს პროდუქტი რამდენად დამანაყრებს, რამდენად ხანგრძლივად. McDonald's-ის მერე ალბათ მხოლოდ Big Mac-ი რო მეჭამა მომშვიდებოდა 2 საათში. ეხლა ის ყველაფერი თუ ჭამე, დიდი ალბათობით მომშვიდება 3-4 საათში. მეტი კალორიაა, მაგრამ მეტი დანაყრება. ამასობაში მეტი ცილა. აუ მაგას არ უნდა იცო რა. გამორიცხულია გიო. სხობს მოითხოვს ვიდეო.
გემრიელიც ნაკლებად არის. ცხიმის სიამოვნება მოაქვს, რომ რაღაც წერტილში უკვე ძალიან ბევრია. ცხიმიანობით თავს კარგად გამოირჩევა, მაგრამ ეს არის ყველაზე ესეთი უშაფრთხო არჩევანი. მაშინ როცა ახლა მე ქათამი ვჭამე და რა მოხდა? ცილის წყაროა, მე ტყვის ვიღაც ჯიმდუდი. იცოდე რომ ცილებთან ერთად ბევრი სხვა რამე შემოგეპარება KFC-ში. შემოგეპარება ნახშირწყლები, 45 გრამი თუ არ ვცდები. სად არის აქ ნახშირწყლები? ქათმის საჭმელად მოვედი. გარეთ საფარველი. საფანელი, რომელშიც უმრავლესობა მათგანი ამოვლებულია, соусებისთვის და საკმაზისთვის გამოყენებული დამატებული შაქრები, საკმაო რაოდენობით ნახშირწყლებს ვიღებ მიუხედავად იმისა, რომ არ მგონია. რაც არის ცალსახარი ცხიმი. მაშინ როცა ცხიმში სხვებიც არ შემორჩებიან, აქ რაც მაშინ ყველაზე მეტად არის რაშია ეს უხერი შემწვარი. დიდი ალბათობით ზეთებზე რაც ვიცით, მაღალ ტემპერატურაზე რაფინირებული ზეთების გამოყენება და მრავალჯერადი გამოყენება მაძლევს ყველაზე ნეგატივს, რაც შეიძლება ზეთმა მომწეს. ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ მრავალჯერ ნატიპ-ტიპებზე არ არის ესეც შემწვარი. მაშინ როცა ჯამურად მომცემ და სხვა პროდუქტების ნაირ ცხიმებს ეს მადარდებს ზეთის ნაწილში და დაფარული მტერი აქ არის ასევე მარილები. 3.4 გრამი მარილი შემიძლია მივიღო ახლა აი აქ ყოველფრიდან. როცა ჩემი დღიური ლიმიტი უმრავლესობას დასრულისთვის არის 5 გრამი. ეს ნიშნავს იმას, რომ 70% მარილების უკვე აქედან მივიღე და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყო ჩემი გულსიოსახთა სისტემის დაავადებების რისკი, რო არ წამოვიდეს წინ. თუ უკვე მაქვს გულსიოსახთა სისტემის დაავადება, ნახევრდება ეს მარილის მოთხოვნილება და საქართველოში ჭარბიწონა, გულსიოსახთა სისტემის დაავადებები არაგადამდებელ დაავადებებს შორის მოწინავეა მაღალი არტერიული წნევა, ამიტომ მარილებთან ძალიან გთხოვთ ჯანმრთელებში ყურადღებით იყავით, ან დღის განმავლობაში შეეცადე ნაკლები მარილის პროდუქტი მიირთვა, თუ ამით ამოვისე სადილი, ან გორბერტთან გაერთიანე. აი, ვენდისი ძალიან მწყოა ჩემთვის და როგორც ნახეთ, ბეკონატორი არის ბურგერთა შორის ყველაზე ხშირად შეკვეთადი. და საერთოდ ვენდის საქართველოში სახელი აქვს, რომ ქართული ხორცით მზადდება თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ ამერიკაში და სადაც ჩეინები აქვს, ყველგან იციან, რომ ვენდისი ყველაზე არაჯანსაღ ალტერნატივად ითვლება ჯანკებს შორის და რატო მოგიყვები ნუტრიენტებში, როცა განვიხილავთ ბეკონატორს. აქ რა მომწონს? соусებში მარჩევიებენ, მე მგონი Big Mac-ში ჩემეძლო შეცვლა. ეხლა ვიღოთ სრული კომპლექტი და გავუყვეთ ყველაფრის გარეშე. არც ნაყინი არ მინდა, მაგრამ ერთი ნაყინების შედარებაც გავაკეთოთ რა, მე კი არ მინდა უბრალოდ ხალხისთვის. ზუსტად იგივე რაც Big Mac-ი. ანუ ფასში ვტრიალებთ 16-17 ლარში სამივე ადგილას. ბეკონატორს პირველ წინჯავ და ნუტრიენტებმა გამაოცეს. ეს ერთი ჩემი საყვარელი ბურგერი აძლევს 1001 კალორიას. სულ არ გამოიყურება სხვათა შორის, ბევრი ხორცი აქვს, თუმცა ამასობაში აქვს კატასტროფული რაოდენობა ცხიმები. აი, ეს არის სრული ბომბა. მოკლედ ბეკონია ფუჭებს საქმეს რა. ჩემთვის პირველად ბეკონი ბურგერში, ესეთ ბურგერში ძალიან ცუდია. მაგრამ ხორცი მომწონს. მეგობრებო, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ნაჯერი ცხიმები და ცხიმები. ეს ერთი ბურგერი მაძლევს 66 გრამ ცხიმს, რომელიც უმრავლესობას დასრული ადამიანისთვის 100%-ს უახლოვდება ცხიმების საჭიროებას და მეტიც. მაძლევს დაახლოებით 26 გრამ ნაჯერ ცხიმებს. ნაჯერი ცხიმი არის ცხიმის ერთ სახე, რომელიც ნაპოვნია ცხოველურ წყაროებში. და რაც ვიცით არის გაიდლაინებით კალორიების 10% მაქსიმუმ 2000 კალორიენ დიეტაზე. დაახლოებით 22 გრამი უნდა მოდიოდეს ნაჯერ ცხიმებზე. ამ ერთ პორციამ უკვე 100% და მეტი მიმაღებინა დღის განმავლობაში დასაშვები ნაჯერი ცხიმების. ამიტომ ცხიმებთან რა გზა აყურებდებით. ბეკონიც აქ თავის საქმეს აკეთებს ნაჯერ ცხიმებში, ალბათ ბეკონის გარეშე რო გამარტივდებოდა საქმე. და 1000 კალორია ერთი ბურგერისგან მიუხედავად იმისა, რომ უფრო მასიურია ვიდრე Big Mac იქნებოდა, არის ძალიან ბევრი. აქაც თუ გავიჯეჯილე და მთლიანი კომბო ავიღე დიდი ფრით და კოლათი, 1920 კალორია შემიძლია შევისო ერთი სადილით. ძალიან ბევრია. ვენდისის წლიური შემოსავალი 2024-ში იყო 14.9 მილიარდი დოლარი. ამის ვის თქმა მინდა. ეხლა ჩვენ რასაც ვცდილობთ არის გააზრებული არჩევანი გავაკეთოთ. სხვა ქვეყნებში, სადაც მოთხოვნა იზრდება ჯანსაღ პროდუქტებზე, ყველა ამ ჩეინს დამატებული აქვს ბევრად მეტი ჯანსაღი ალტერნატივა, ვიდრე საქართველოში უყავით. McDonald's-ის გამოყოლებით, სადაც ბევრი საალთე შეგიძლია მიიღო, ნაგეტსი გაურიო და რაღაც გამოიყვანო. რაც უფრო მეტად გაიზრდება ჩვენი მოთხოვნა სოციუმის ჯანსაღ პროდუქტებზე, ამ დიდ კომპანიებსაც ადაპტირება მოუწევთ აუცილებლად. 15 მილიარდ დოლარს არავინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ როცა შეუძლია ამ ბიზნეს რა ქვია, ბეკონატორს სალათი მოყვეს საიდან და არა ფრი. ამიტომ როცა გაიზრდება ცნობიერება და გაიზრდება ჩვენი მოთხოვნა, ასევე დარეგულირდება ჯანსაღის საკვების ფასი ქვეყანაში, კონკურენცია გაიზრდება და მაგის დამჯერა. ამიტომ რეალურად თქვენზე მაყურებლებზე ყველაფერი დამოკიდებული, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს.
თქვენ გეგონათ რომ ვიდეო დამთავრდა? არა, რაღაცა დადებითი თხოვნა დავამთავროთ ეს ვიდეო. Subway-ს მოხვდა დღეს ჩვენ დღევანდელ განხილვაში. ეს არის იტალიური BMT, რომელიც სტატისტიკურად ყველაზე მოთხოვნადია. მე არ ვიждები რამდენიმე ნაწილის გამო, იმიტომ რომ ლორი აქვს, არა ქათამი. მაგრამ Subway მომწონს თუ სხვა ყველაფერს დაუკარგავ, ის რომ ამ ერთ სენდვიჩს ნახევარს აქ დაახლოებით იმას ნაკლები კალორია, რაც აქვს Big Mac-ს და ყველა სხვაზე ნაკლები კალორია, დაახლოებით 410 კალორია. მე თუ პატარა მოდიფიკაციები გავუკეთე, შემიძლია 350 ჩამოვიყვანო და ამასობაში ყველაფერი შემიძლია ვაკონტროლო. შემიძლია ვაკონტროლო პურის წყარო, შემიძლია გადამუშავებული ხორცის პროდუქტი და ლორის ნაცვლად ჩავსვა ქათამი, რადგან უნდა გაფრთხილდე. Subway-ში რაც აგრევს კალორიებში არის соуსები. ასე რომ შეგიძლია ადეკვატური ოდენობით მოასხმევინო და ერთი ტრიკი უფასოდ შეგიძლია ორმაგი ბოსტნეული მოითხოვო. შაყრიან ყველაფერს ერთად. პირველი სენდვიჩია განხილულობს შორის რაც ბოჭკომ აქვს. და ერთად საუბრობ დანაყრების ინდექსზე. ნახევარი ვისე ყოფა. ბაზარი არა, მაგრამ ბოჭკო რომელიც ბოსტნეულიდან მაქვს, ამასობაში ცილების წყარო და მცირედი ცხიმები თავის საქმეს შეასრულებს. ასე რომ დანაყრების ინდექსი McDonald's-ზე მეტად მაინც დამანაყრებს. ვერ მივაახლოს ბეკონატორთან გამჭყიფავს ცხიმებით, მაგრამ თავისას გააკეთებს. ამიტომ უპირობო ლიდერი ამარჩევებს Subway-ია, მინიმუმ იმიტომ რომ ჩემზე ზრუნავს და მეხმარება საშუალებას მარცხებს არჩევანი გავაკეთო. ეს არის ის რაც მაძლევს ხელსაწყოებს. ჩემი არჩევანია, თუ ავირჩი, კი არ დამემარცხა და შემოვმემეჭამა, ჩემით გავაკეთე. ამიტომ junk food-ის არჩევისას, რაც კომპანია რომელიც მეტარშევას მოგცემს, იქნება იდეალური. მეორე პლუსი აქვს McDonald's, იმიტომ რომ ნუტრიენტები მაინც უწერია, საფუძხაროდ Subway-ს არ უწერია. მომწია არის ავსტრალიაში განსხვავებულად აკეთებენ, ჩვენთან განსხვავებულად აკეთებენ, საშუალო კალორიებს გაძლევ, რაც გითხარი. მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ თან ცოტა სუბიექტურად, ცოტა მოჩვენებითად, მაგრამ ამათ შორის, ჯანკებს შორის ყველაზე ნაკლებად ჯანკი და თუ სწორად გადაანაწილე, ჩვეულებრივი სენდვიჩი შეგიძლია გამოიყვანო Subway-ში. ხო გავარდეს ვიდეო. რასაც ერის Subway-სგან. ყველა სხვაგან ბეკონატორში KFC-ში ცხიმს მიყავს საქმე. აქ ნახშირი წყლები უფრო მეტია, ვიდრე ცილა და ცხიმი. მაგრამ რას ვიზამ? ცილის წყაროდ კვერცხი შეგიძლია დაამატა. მენიუში აქვს კვერცხი შეგიძლია სენდვიჩი გაიგეთა. ან სახში ჭამო წამოსვლამდე. მოხარშული ფორმე Subway. როგორ ჩვენი ხუნტები აკეთებენ ხო? გამოწერა და დალაიქი ბარ და გავიწყოს და ამას ბოლომდე შევჭამ. მე ბედნიერი ვარ. ეს ჯერ გავაკეთებ ხოლმე რა.